მანდატურის სამსახურის უფლებამოსილება შეიცვლება. ამის შესახებ მანდატურის სამსახურის უფროსმა ლევან აბაშიძემ განაცხადა. აბაშიძის თქმით, მანდატურის ძირითადი ფუნქცია სკოლაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. დანარჩენი უფლებები კი კვლავ სკოლის დირექტორებს დაუბრუნდებათ. დღესვე განათლების მინისტრმა მანდატურის ახალი უნიფორმის შექმნასთან დაკავშირებით მოსწავლეების და დიზაინერებისათვის კონკურსი გამოაცხადა. როგორც განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, კონკურსში სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მანდატურის უნიფორმა ყველაზე კომფორტული სწორედ ბავშვებისთვის უნდა იყოს. მანდატურის სამსახურის უფროსმა ლევან აბაშიძემ კი მანდატურების გადამზადების ახალ პროგრამაზეც ისაუბრა. ჩვენ გვინდა რომ თქვენ დახატოთ ის ფორმა, რომელიც უნდა ეწვეს მანდატურს და იფიქროთ იმის შესახებ, როგორ იყოს ეს ყველაზე კომფორტული, თქვენთვის მეგობრული მისაღები. ჩვენ მოვუწოდებთ საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს, რომ მიიღოს მაქსიმალურად მონაწილეობა და იაქტიურონ, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების შეხედულებები და პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. დღესდღეობით დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მანდატურის დებულებიდან ამოღებული იქნება პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს განმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლს და ეს ავტომატურად ეს მოვალეობები და ფუნქციები დაუბრუნდება დირექტორებს და პედაგოგებს.